ძალიან მომინატრე. და აქ ხვდები მორიელების ეჭვიანობა, სადიმალება, როდესაც შენ ხარ სამზარეულოში და ჩვენ შენს გვერდზე არ ვართ. ხო და მე იმედი მაქვს რომ მომავალი სეზონიდან რაღაცები ისე გადანაცვლდება რომ რაღაცნაირად ბალანსი დავიცვათ. ამის იმედი მაქვს და ძალიან მიხარია კიდე ბატონი ოთარის სტუმრობა, რადგანაც სხვანაირი ხო, თიკა სწორად აღნიშნა, სხვანაირი კვირეულია, ყველა რაღაც სხვა შემართებით ვარ და სხვა ინტერესებით თითქოს ყოველ წელს ველოდებით რომ აი ასე დროს რაღაც ახალი უნდა გავიგოთ. ახალი ინგრედიენტი იმ კერძისად იქნება ეს თუ რამე დესერტის რომელიც ძალიან გვიყვარს. ყველანი ვართ მობილიზებულები, ჩემოლიკუნა და აბა შენიცი ახლა დავიწყოთ იმით შენ გითხარი რასაკეთებ, როგორ რანაირად და მეც შემოგერთდები და მივესალმები სტუმარს, მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად და წინ სასიამოვნო საუბრები გველოდება, მაინტერესებს მეც როგორია თქვენი დღის რაციონი და რა იცვლება ზოგადად ესე დღესასწაულებს, ხო, როგორ იცავთ ამ ყველაფერს. მე კი დღეს მოვამზადებ ხაჭოს პასკას, რომელიც არის ნამდვილი პასკა. თუმცა მაქვს უამრავი ხაჭოს პასკის სხვადასხვა რეცეპტი და ვერსია. ყოველთვის ვამზადებ წელიწადში ერთხელ, ესე ვთქვათ, კლასიკურს და მასთან ერთად რაღაცა ახალსაც. ყოველ წელს რაღაცა ახალს ვამატებ. წელს ყველაზე მარტივი ვერსია მინდა შემოგთავაზოთ, აი როგორი იცით, რომ აი ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამას ვერ გავაკეთებ, იმდენად მარტივია, სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება, ერთ ულუფას სჭირდება ხაჭო, 550 გრამი, კარაქი გვჭირდება, სადღაც 125 გრამი და ნახეთ ესეთი ფერარინის შეფუთვა აქვს, რომელიც ზუსტადაც არის 125 გრამი და ფერარინი გახლავთ იტალიური ბრენდი, მრავალფეროვანი რძის პროდუქტებითა და ხორცის პროდუქტებით წარმოდგენილი გუდვილში. ასევე დაგჭირდება 130 გრამი მაღალპროცენტიანი ნაღები, 140 მილილიტრი უფრო სწორედ რომ ვთქვა, დაგჭირდება თეთრი ან შავი შოკოლადი, მე ამ შემთხვევაში ორივეს გამოვიყენებ, სადღაც 250 გრამამდე და თეთრ შოკოლადთან ერთად გამოვიყენებ ქიშმიშს. მეტი არაფერი არ დაგჭირდება. როგორ არაფერი, ლიკა, ის რაღაცა სუნელები არ გვინდა? არა, ამ შემთხვევაში არაფერს არ ვაკეთებ. ზოგადად არომატები არა გვაქვს ესე იქ. ეს არის აი როგორი იცით, აი ხო, ბავშვებს ძალიან უყვართ, ძალიან მარტივად მოსამზადებულია, უბრალოდ ხაჭო და ნაღები, კარაქი და შოკოლადი ყველაფერი ერთად უნდა დავაბლენდეროთ და შემდეგ გადავიტანოთ ფორმაში. და ფორმაში დოლბანდიც არ სჭირდება, თავისით ხო, ის ფორმირდება. ლიკა, რა უნდა კითხო, როგორც გამოცდილ კულინარს. ხაჭო ვიცი რომ იყოს მშრალი, თუ რაღაც ხაჭოს ექცევა ყურადღება, ხო, ეს გვასწავლე. კი, კარგი შეკითხვაა თქ, იმიტომ რომ აი მეც გამომრჩა რომ ეს მთელი ღამე მაცივაში მქონდა ესეთ საწურში. და იწურება. ზემოდან მქონდა სიმძიმე დადებული, თუმცა თავიდანვე ისეთ ხაჭოს ვარჩევ, რომელიც ისედაც არის ფხვიერი და ისედაც აუცილებელია რომ იყოს მაღალპროცენტიანი, კარგი ფხვიერი და ის ხაჭო რომლის გემოს თქვენ გიყვართ. რეალურად ახალი ხაჭოს გამოყენება პასკაში არ გირჩევთ, ჯერ უნდა დააგემონოთ, იცოდეთ რომ ეს ხაჭო გიყვართ, მოგწონთ და შემდეგ გამოიყენოთ. ძალიან ცოტა სითხე გამოუშვა, მაგრამ ნუ მაინც რაც იყო გამოსასვლელი გამოვიდა. ესეც აი ასე უკვე გამოიყურება ჩვენი ხაჭო და პირველ რიგში მე დავიწყებ ნაღებისა და შოკოლადის ერთად გადნობით და აქაც გვჭირდება სასწორი, ნუ ამ შემთხვევაში მაინც ჯობია რომ აი დავიცვათ გრამაჟობა და ამიტომ ყველაფერი ავწონოთ როგორც ჭირდება კონდიტერიას, ასე ვთქვათ და რაც შეეხება ქიშმიშს, ისიც წინასწარ გავრეცხე, მოვამზადე, გავაშრე, ეს არის გუდვილის ბრენდი, რა კარგიას ქიშმიში და ეს ბრენდი გვთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, მარილიც კი ამ ბრენდის გვაქვს ჰიმალაის. მარილის კი გვინდა? მარილი ცოტა მწიკვით ბალანსისთვის, ხო, ძალიან უხდება შოკოლადსაც კი. სანამ ლიკა პროცესია მწიკვი ინფორმაცია ოთარისგან რო გავიგოთ რა ციტყვი. პირიქით, მეც მაინტერესებს და გითმობთ. ოთარ, ძალიან მიხარია რომ აქ ხართ, ანუ ეს ის პერიოდია ხო დღესასწაულები, როდესაც თქვენ ბრუნდებით სამშობლოში და გაქვთ პატარა რაღაცა დასვენების დღეები, ხო? იმიტომ რომ ხა ევროპაში უკვე ზეიმობენ აღდგომას და ჩვენთან ცოტა მოგვიანებით. როგორ აი მოდით დღესასწაულების გარშემო ვიტრიალოთ, როგორ პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს და მიულოცავ ხარებას. არა, ესე არ არის ხანდახან ბევრ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ისე ახოლმე რომ არ ვარ ხოლმე საქართველოში და ეს დამოკიდებული არ არის რა თქმა უნდა.
დღესასწაულებზე არანაირად არ დამოკიდებული. ხანდახან ისე ახლა დღესასწაულზე გიწევს სიმღერა ან კონცერტი. ამ შემთხვევაში გამიმართლა, მოდი ესე ვთქვათ და ძალიან მიხარია ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი დღესასწაული აღდგომა და ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ველოდები ხოლმე, ასე რომ და აი დღესასწაული არის რეალურად ის რომ ოჯახი ერთად არის და იკრიბება, ხო? ეს თქვენი მოგზაურობა ოჯახთან ერთად არის ხოლმე თუ როგორ ეს ნაწილი როგორ აბალანსებთ ამას? ძირითადად პირველ რიგში მე უნდა წავიდე. ეს ერთი შესაბამისად ეხლა ყველას თავისი განრიგი აქვს ცხოვრების, მარიამის საკმაოდ დაკავებულია, ბავშვებიც ზოგი სწავლობს, ზოგი ბაღში დადის, ზოგი სახლში რჩება და ვისასაკიც არის ის თუ არის საშუალება რომ წამოვიდნენ თითქმის ყველგან მოდიან ხოლმე რა. არ არის ისე რომ ან რჩებოდნენ ან თუ არ შეუძლიათ მათ 3 დღეც რო იყოს ხანდახან და 4 დღე მონატრების გამო მირჩენია რომ ჩამოვიდე ის 3-4 დღე სახში გავატარო და მე ისე ვახტოვ. კარგად გაიჟღინთოთ და მე ისე დაუბრუნდია რა ესე გარედან რომ შეხედავ ყველაფერი კარგია, ჭყვიალია, მსოფლიოს სცენებია და ამ დროს რამდენი რამე აკლია, ხო? აი ამ ყოველდღიურ ცხოვრებას. სხვა ორგანიზატორული ნიჭი უნდა მე მგონი მაგის დაორგანიზება. სხვა მენეჯმენტია მე მგონი ასე დროს საჭირო. საჭიროებები აქვს სკოლა, რაღაც უნდა დაესწრონ და კიდე არის ხოლმე შემთხვევები რომ მე ფიქრება რომ რაღაც რეალურად თან მარტო კი არ ვფიქრობ, მაგრამ რეალურად ვაკლდები რაღაცებს რა. მესმეს. მაგ ხა პატარა ყავს დავითი და რამხელა პატარა 3 წლის არის. ეს 3 წელი ისე გავიდა რომ ყოველ ჩამოსვლაზე რაღაცა ახალი მხდება, რაღაცა ძალიან თუმეტეს მაგასაკში შეიძლება 3 დღეში იყოს რაღაცა სიახლე და ხო და თავისი სირთულეც ახლავს, თავისი სიურპრიზიც ახლავს და თავისი მონატრებასაც თავისი რაღაცნაირი ხიბლი აქვს რა. ნამდვილად ასე. ვიზრუნავს ხოლმე თქვენზე, როცა მარტო ხართ, იმიტომ რომ მე ვიცი რა, ყველას ჭირდება ხელშეწყობა მით უფრო თქვენი პროფესიის წარმომადგენელს. თავისი რეჟიმი აქვს, თავისი რაღაც მოსაფრთხილებელი საჭიროებები აქვს, ხო? ალბათ ყველას ცალკე ძილი, ეს მოგზაურობაც ხო თავისას შვება კიდევ, ხო? იმდენად რამდენადაც ეხა მე ძალიან მივეჩვი მარტო ყოფნას, იმიტომ რომ 17 წლიდან მომიწია წასვლა, სწავლა. რა ვიცი, ჩემ თავზე არა მაქვს აი ეს სირთულე არა მაქვს იმისი, რომ თავს მოვუარო. გამომუშავებულია ეს ყველა უნდა. ზუსტად ვიცი ჩემი რეჟიმი მაქვს, როდის უნდა ავდგე, როდის უნდა ვივარჯიშო, სანამ წავალ რომ მოვემზადო. მე როგორ უნდა ვარჯიში არის სისტემატიური, აი სისტემატურია, რა ვიცი, აი არ მახსოვს დღე რომ მე არ მევარჯიშო. და ვარჯიში რას გულისხმობთ? ანუ ჯიმში დადიხართ თუ ფიზიკური აქტივობა? სადღაც 45 წუთამდე რაღაცა დროს უთმობ. თავისი სუნთქვის ვარჯიშები, თავისი მე ფიზიკური ვარჯიშები, აქტივობა ეს არ არის რაღაცა ძალისმიერი, მაგრამ მასის მომატებაზე არა, არამედ სხეულის ფორმატონუსში და რო იყო, ასე ვთქვათ, მოქნილად და სცენაზე რო დაიწყებ რაღაცა მოძრაობას და სხვადასხვა რეპეტიციებს ბგერას სხეულიც მოყვებოდეს. ხო, ყველანაირად რო აქტიური იყო რა. შესაბამისად, ყვებაც იმ განსაზღვრული როგორ გითხრათ რა, თავისი დრო აქვს, თქვა თუ რეპეტიციაზე სამღერი მაქვს კონკრეტულად 10-ზე, მაშინ ძალიან ცოტას ვჭამ. ზე დილი ის? ხო, არის ხოლმე ესეც საორკესტროზე და უნდა minimum 7-ზე უნდა გაიღვიძო. ხო, რომ დილას ვერ ბღერის ვერავინ არა, მითი არ არის, არავის არ უყარს. მე არ შემხედრია ცხოვრებაში არც ერთი მომღერალი, რა ვიცი, ვინ ჩამოგითვალოთ არც ვიცი. ვისაც უყარს დილის 10 საათზე ოპერის სიმღერა ორკესტრთან ერთად უმიკროფონოთ და მთელი იმითი რა. მთელი ძალით. მთელი ხმით, რა თქმა უნდა, იქ არ გამოვა ისე. თუ ჯვარი წერია ვიღაცა ვერ არის, მაშინ იტყვის რომ აიცი რა ვერა ვარ, მაგრამ თუ კარგად ხარ და იმ შენთვის ვიავ. და ასე დროს როცა 10-ზე არის სამღერი, ყველაზე გვიან 7-ზე იღვიძებთ. ყველაზე გვიან 7-ზე კი. ანუ სადღაც გამოდის რომ 6:30-დან იწყებთ მომზადებას, სხეულის გაღვიძებას, რომ 10 საათზე ვითომ შუა დღეა თუ დღის მეორე ნახევარია, ისე ფორმაში. ეგეც წარმოგენით რომ იყო. ხო. მე მგონი ეს ყველაზე ესეთი პროფესია, ალბათ სპორტს უტოლდება დისციპლინის საჭიროებით, ხო, იმდენად რეჟიმით. ხო, იმდენად როგორ არის, აუცილებლად დაგეთყობა თუ არ გააკეთე ისაც საჭიროა, ხო, ვერ გააპარებ. იმიტომ რომ არასწორ რეჟიმს. როგორ გითხრათ რა, ხმის თუ ხმა აქვს ადამიანს ამ შემთხვევაში და უნდა კონდეს, აი სრული დატვირთვა მიდის ხმაზე. და ამიტომ არის ხოლმე რომ
ძალიან განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, იმიტომ რომ ხმა ერთი გაქვს ცხოვრებაში და ძალიან ფაქიზი რამე არის და ძალიან ყველას ჯვარი წერია, მაგრამ ძალიან ადვილია მისი დაზიანება, მით უმეტეს როცა ამას რეგულარულად აკეთებ, ბოლომდე დატვირთვით. რა ვიცი, ძალიან ცუდი მაგალითებიც არის და საოცრად კარგი მაგალითებიც არის და ყველას ურჩევ რომ კარგი მაგალითებით იხელმძღვანელოს, რაც შეიცავს თავისთავად რეჟიმს. კი ბატონო, სპორტზე წუთ ნახევარი მქონია და მინდა ვიკითხო, დილის საუზმე როგორი არის ხოლმე? მით უფრო დავუშვათ რეპეტიცია გაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხო ალბათ რომ თანზომიერი იყოს რომ არ შეგაწყვეტ, მაგრამ თან ძალა მოგეცეთ, ხო? ეს შეიძლება სპორტსმენებსაც ძალიან კარგად გამოადგეთ, ხო ფიქრობ? და ზოგადად ვინც უყურებს და ვინც პროფესიას სერიოზულად თავისი ისეკნება უყურებს. თავისი ასე ვთქვათ რუტინა და თავისი რეჟიმი. აი რა უნდა ჭამოთ საუზმეზე რომ კარგად ყველა თავისი ინდივიდუალური აქვს რა თქმა უნდა. მე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დილის ხო, აი თქვენი საყვარელი საუზმე. საუზმე არის კვერცხი გინდა მოხარშული, მაგრამ მე უპირატესობას მოხარშულს ვანიჭებ. გინდა შემწვარი, სხვადასხვანაირად მნიშვნელობა აქვს. და მასთან ერთად აუცილებლად მიყვარს ხოლმე შავი შოკოლადის რაღაცა პატარა ნაწილი ყავასთან. შეიძლება როგორ არ შეიძლება? ხმას სვავსო? არა, ყუილია. არაფერს არ სვავს, კარგი შავი შოკოლადი პირიქით. ასეთ ხმას ვერ სვამს. არა, ტონუსაც აძლევს, რა სვავს. ხო, ტონუს კი, მაგრამ თითქოს რეგულარულად მეუბნები ყავა ვაშრობს ძალიან ყელს. ყავა ზედმეტი არა, უბრალოდ დეჰიდრირებას ახდენს ორგანიზმის და შესაბამისად ყელსაც და ორგანიზმსაც ფიტავს, მაგრამ არსებობს კიდე ერთი სახეობის მარილი, კელტური მარილი ქვია, რომელიც ძალიან ეხმარება ორგანიზმს წყლის გაჩერებაში, შეყოვნებაში და მოლეკულურ დონეზე მიყვანს. ეს ის არის მეგონა ენის სტორზე რომ დაიდო ერთი მარცვალი თუ არა? ერთი არა. ჩვეულებრივად აი დავუშვათ კვერს სამით აკეთე? როგორ ქვია იმას? ციკვი, ხო. აი ციკვი ინფორმაციას თქვენგან შეიძლება და ეგ ძალიან ეხმარება, მართლა ეხმარება. ნუ ეხა კვერცხი და რაღაც ოდენობით, თქვათ ნახშირწყლები ან წიწიბურა ან რაღაც მსგავსი. მე პურს ვერ იდები ხოლმე, როცა საქმე მაქვს, ისე ძალიან მეყვარს. სიმძიმის გამო რო არ დაიმძიმოთ? თუ რიგი გამწვავებების გამო. გლუტენი და სხვა. კეთილი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სამზარეულოში, აქ ღვება კარაქი, როგორც მივხვდი, დაიწყო პროცესი ლიკამ ხაჭოს. აქ გვაქვს ნაღები და თეთრი შოკოლადი, რომელიც უნდა გაგრილდეს და ამიტომ პირველ რიგში მას ვალღობთ. მოვინაცვლე სამზარეულოში, მარიამ ნაჭყებია ჩემო გვერდამასობაში, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად დილამშვიდობის მეგობრებო. ბატონი ოთარის მეუღლეა, ეჭვი მეპარებო, ვინმე მარიცნა, თუ ვინმე მარიცით, მე გეტყვით. ფანტასტიკური ოჯახი ყავს სტუმრად, რომელიც ძალიან მიყვარს, არა მარტო მე და მიხარია თქვენთან ერთად დილის დაწყება. ასევე მოგესალმებით. თან მაშინ, როდესაც ესეთი ეტაპისთვის ვემზადებით, ესეთი პერიოდი გვაქვს საქართველოში და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროში და ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს ხოლმე, ალბათ მილიონჯერ გაქვთ მოყოლილი, ალბათ არაფერი ახალი აქ არ იქნება, მაგრამ ყველას გვაინტერესებს, ხო, როგორ ახერხებთ და თუ გაქვთ რამე გამორჩეული, რითიც ხვდებით ხოლმე ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ძირითადად ხვდებით პირველ რიგში ხარების მოგილოცავთ თქვენ. კი ბატონო, გილოცავთ. თქვენს მაყურებელსაც მომენატრე რუსთავების მაყურებელი. ხო და რა კაია რომ ჩვენთან ხარ, ძალიან მიხარ. და დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად ვიწყებ, ასე ვთქვათ. ტაძარში ხვდებით ხოლმე მე თუ ბავშვების დამტოვებელი მყავს პატარების, მეც მივდივარ ოთოსთან და ბარბარესთან ჩვენ უფროსთან ერთად, თუ არა, რაღაცნაირად ესე ხვდებით, რა თქმა უნდა მე სახლში და იწყება აი ალბათ ყველა ქართველისთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის საოცარი დილა. გარინდებული და ძალიან ბედნიერი. აი რაღაც სხვანაირი. ესეთი დილა სხვა დროს არ არის ხო. ასია ხოლმე ეს ეთყობა ქალაქსაც, საქართველოსაც მთლიანად რეგიონს. რაღაც საერთო განწყობა ახლა არა სხვანაირი სიმშვიდეა თითქოს სხვანაირი რაღაცა სიწყნარე არის ასე დროს. რაღაცა ძალიან დიდია. კი ბატონო, ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრებთ, კიდე მანამდე მაინტერესებს რა ეტაპზე ვართ ახლა თან იქით გამირბის თვალი რიკასთან, მონატრებული კასთან გამირბის თვალი რომ არამე ეტაპი არ გამოგრჩეს. არა, არაფერს არ გამოგაპარებ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მიხარია სტუმრების შემომატება. ჩვენ სამზარეულოში ძალიან ლამაზი წყვილი ყავს დღეს დაგეთანხმები. არჩილ, ჩვენი სამზადისი არის ამ ეტაპზე, რომ
გავადნეთ შოკოლადი საჭირო რაოდენობის ნაღებთან ერთად. დაგჭირდება ოთახის ტემპერატურის კარაკი, რომელიც უნდა დავჭრათ, შევურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს თუ შეიძლება ბატონო თან თლიანად შავაკდო? კი, თლიანად უბრალოდ აი ცოტა რომ დავჭრათ სავით და სულ ეს არის ეს ეტაპი, უნდა დავაბლენდეროთ ყველაფერი ერთად და ვიქნებით მზად, რომ პირველი ესე თეთრი პასკა უკვე მოვათავსოთ ფორმაში და შემდეგ გადავალთ შოკოლადის, რომელსაც მოვათავსებთ შემდეგი იქნება უკვე შავი შოკოლადით მომზადებული და ორნაირი გვექნება დღეს თეთრი და შავი. ასევე სტუდიაში გვაქვს თავად გუდვილის ხაჭოს პასკები, შოკოლადისაც და ისეთ ვანილისაც, რომელსაც დავაგემოვნებთ. და ცხადია ყველა ერთი სული მაქვს, როდის აი რადგანაც ჩვენი დღეს ვერ იქნება მზად და შესაბამისად მაცივარში უნდა დავაყოვნოთ 1-10-12 საათი მინიმუმ, ამიტომ დღეს გუდულმა იზრუნა იმისთვის, რომ ჩვენ ესე იგი მხოლოდ მზერით არ შემოვიფაროთ. დრო შეყონდა შენ. კი ბატონო. ხო, ყველაზე ზრუნავს უკვე 22 წელია საღდგომოთ არაჩვეულებრივ ესეთ გემრიელ პასკებს გვთავაზობს. სულ ეს არის ჩვენი ეტაპი. ახლა ხო ვამბობდი, ყველაზე მარტივ ხაჭოს პასკას ვამზადებთ დღეს. რომელიც არის მარტივი ყველაფერი მე ისე რთულად ვუყურებდი ამ ხაჭოს პასკას დაჟე ოთო თუ იმას მეშვებოდა რა ქვია მაგულიანებდა რომ მოდი შენ არც ეგეთი რთულია ხო ოთხი ძალიან რთული ახშემთხვეველი დავტოვოთ ხელს შეუხებ იმიტომ ლიკასე გახასიათებს ისე მარტივად გაწვდის რომ გონია რომ აი აქედან გასულ სახლამდეც ამ დერეფანში დაიწყებ მზადებას აბა კი ასე ამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მარტივად მოამზადებ თქვენ შვილიკოებთან ერთად და როდესაც რაღაც ალბათ ესეთი ტრადიციაც გექნებათ კვერცხის შეღებასთან და ბავშვები ჩართულები არიან სხვანაირად არ გამოგდეს ჩვენ საქმე და დაკავებული მყავს ყველა მეგობრებო თუ გახსენებათ ესეთი დღესასწაული ესეთი აღდგომა ანშობა რომელსაც თავისი რაღაცნაირი დამოკიდებულება და ტრადიციები აქვს ქართული მაგრამ არა საქართველოში ხართ არ ხართ უბრალოდ საქართველოში ამ დროს და რა შვებით ხოლმე ისევ აღნიშნავთ იქ როგორ მიდის ფუსფუსე კვერცხი შეგიღებავთ სადმე საზღვარგარეთ არა აღდგომას მე არ ყოფილა როთო ყოფილა არ შემირებ ხო იქ რა ხდება ხოლმე ესე არ მქონია მაგის საშუალება რომ თუ კიდე არ გინდა ეწყობით იქ იმ ქვეყნის ტრადიციებზე ალბათ სააღდგომო ტრადიციებზე ალბათ ხო რამოდენიმე შემთხვევაში იყო ისე რომ დაემთხვა ერთმანეთს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა და რა ვიცი იქ ორი კვერცხი შოკოლადის ფერის კვერცხი ჭამე ან რაღაცა შოკოლადის კურდღელი ან რაღაცა ხო ბატკანი ყველაზე მაგრად მენეტრებოდა ჩემთვის აი საჭმელების და კერძების და საერთოდ ჩაკაფულის ამბავი იყო იმიტომ რომ აი ყველაზე მაგარი საერთოდ აი ყველაფერს ვერ ვაცალკე ჩაკაფულის შემდეგ კაცი დიეტა მოდის მე იმიტომ რომ აი ხო იმიტომ ცალკე თქვენ ისე ეგეც მაინტერესებს თქვენ როგორ ახერხებთ აი როგორ გამოგდით ხოლმე და მე ოთარსაც ვკითხავ როგორ აფასებთ თქვენს შედევრებს თუ ფუსფუსებთ სამზარეულოში და მაინტერესებს როგორ ახერხებთ ამ გადასარევ ფორმაში ყოფნას ოჯახი რომელსაც ვიცი რომ ძალიან გურმანები ხართ ორივე გენეტიკა არ მოგცემთ იმის საშუალებას რომ გურმანები არ იყოთ ბოლოს და ბოლოს ესე იგი რა თქმა უნდა განაწილებული ვარ ჩაკაფული წმინდა და მე ამაში არ ვერევი დანარჩენს მე მომწადებ რა თქმა უნდა ყველაფერს ასევე არის საახალწლო საშობაო სუფრასაც და რაც შეეხება ფორმას ასე რომ მეკითხებიან ხოლმე ასე ვამბობ სამ ჯორჯიკეს მზრდით და სხვანაირად ფორმა როგორ აი ეს არის ჩემი ფორმის შენარჩუნება ეს ესე იგი სულ ვარ იმაში ტონუსში ვარ დილის რავი შვიდ კი ბატონო ყველაზე არის რამე ისეთი კერძი რომელიც თვლით რომ აი თქვენი საფირმოა რა ის სტუმარი რომ მოდის აი მე შემიძლია ეს მოვამზადო ან სტუმრები მოდიან იმისთვის რომ თქვენ ეს ჩემი საფირმო ჩემი მეველი ჩემი თუ შენი ჩემი საფირმო შენი ჩაკაფული მე ვიტყვი იმას რომ რასაც აკეთებს მარიამი ყველაფერი მართლა გემრიელია თუ აკეთებს მართლა კარგად აკეთებს ამას ვერ ვიტყვი რა არის თუ იგივე ჩაშუშული ხორცის რომელსაც ძალიან კარგად აკეთებს მეგრუტერდებიდან რას ამზადებთ? საცივს ძალიან კარგად, მაგრამ საცივი მაინც უფრო ისეთია რა, უფრო თემატურია, საცივს ყოველდღე ვერ მოამზადებ. შესაბამისად, თავის დროს საახალწლო სუფრას ძალიან კარგად ამშვენებს და ძალიან კარგადაც აკეთებს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი ძვირფასი კერძი, რომელიც ძალიან მიყვარს, ლობიო.
მოხარშული ლობიო, წითელი ლობიო, რო ეძახიან, ახმელი ლობიო, რომელსაც თავისებურად ძალიან მაგრად აკეთებს და ძალიან მიყვარს. სუნელებში ალბათ. ხო, მოხარშული სუნელებით აი ძალიან მაგარი ყველა რეცეპტორი არის დახსნილი, არ ვიცი რა მეშველება. შვილიკოებზე მინდა ვიკითხოთ შეიძლება როგორია მათი განწყობა, რას აპირებენ მომავალში, თქვენს გზას მიყვებიან თუ არა? ხო, ჩვენს გზას ალბათ სამოყვარულო დონეზე ყველა გაყვება, იმიტომ რომ სამივე კარგად მღერი, სამივე სმენა აქვს. თუმცა მათი არჩევანია და ჩვენ შეიძლება რა თქმა უნდა რაღაცები ურჩიოთ, მაგრამ თუ თვითონ შევატყობთ რომ ეს აი მათი ძირითადი არჩევანი იქნება რა, გადაწყვეტილება აუცილებლად პატივსცემთ და აუცილებლად გვერდში დაუდგებით. რა თქმა უნდა. ისინი პატარები არიან ჯერჯერობით, ხა დავითი 13 წლის არის, ჯერ შორს არის მაგის და თამარმა აღმოაჩინა თავის თავში რაღაცნაირი არტისტული ნიჭი. სცენაზეც დადგა ოპერის სცენაზე ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოეწონა, ვერ გამოგყვავდა იქიდან მე და ბარბარეს აქვს მუსიკალური ნიჭი, რაღაცა დიჯეობს, გაიარა მაგის კურსები, რაღაცა მუსიკას ქმნის და აქვს თავისი რაღაცნაირი დიდი სურვილი იმისა, რომ გაყოს მუსიკასთან და თეატრთანაც ახლოს იყოს და შესაბამისად ისეთ პროფესიას უმიზნებს, რომელიც ძალიან აქტუალურიც არის, ძალიან საჭიროც არის ჩვენთანაც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არა. ეს იქნება თეატრის მენეჯმენტი. ანუ ყველა პრინციპში ძალიან ბევრ ამას მოიცავს. კი ბატონო. ნახოთ, აი ჯერჯერობით ამ მიმართულებით უნდა რა წასვლა. კორეულსაც სწავლობს. ეხლა კორეული იცოდა და რა კაი. აი არ ვიცი, თავისი ინტერესები აქვს რა. და რა კარგია, ბედნიერი ბავშვები არიან, რომ ყველანაირად ხელს უწყობთ, რომ თვითონ მიაკლიონ იმ გზას, რომელიც გააბედნიერებთ და თუმცა არ მგონია, რომ თლათ ესე კარგი იყოს, რა თქმა უნდა, თლათ ესე არ არის, ყოველთვის გვაქვს ხოლმე საუბრები სახში, აი საღამოსო დავსხდებით. მინდა რომ აი მაშინ რა, დავაში იბადება ჭეშმარიტებასთან ახლოს ვიყოთ, რომ აი თუნდაც თავის თავს შეეწინააღმდეგოს რაღაც მომენტში, მე შემეწინააღმდეგო და თავისი ინტერესი დაიცვას. რაზეც არ გიფიქრიათ არც თქვენ და არც მა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხაჭოს პასკა, რომელიც მოვამზადეთ თეთრი შოკოლადით, უკვე გადავიტანეთ ყალიბში, რომელსაც როგორც ხედავთ, არც დოლბანდი არ სჭირდება არაფერი, პირდაპირ ფორმაში ჩავას ამოტრიალებული ჯერჯერობით, რომ უნდა რაღაცა კიდე უნდა დაიპრესოს და ფორმა მიიღოს. ეს უნდა ან გავყინოთ 1-10 საათი, ან 1-20 საათი და მაცივარში მოვათავსოთ და შემდეგ ესე ამოვაბრუნებთ და მოვხსნით ამ ყალიბს და იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მასა ესეთი ერთგვაროვანია და უკვე კარგად სქელია, არ სჭირდება ზედმეტად არც გადაწურვა, არაფერი, აი ესე უბრალოდ ფორმებში კარგად უნდა გადავანაწილოთ და მზად იქნება. ეს ისეთი რეცეპტია, რომელიც არ ვიცი, ნებისმიერ დამწყებ დიასახლისას დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად გამოუვა. თუმცა სანამ ჩვენს პასკას მაცივარში დავაყოვნებთ, მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავაგემოვნოთ და თან ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ სახლში ხელს გაიყოლონ გუდვილიდან. მზა ხაჭოს პასკები, რაც ძალიან მოსახერხებელია. გუდვილი უკვე 22 წელი გვთავაზობს და გვანებივრებს პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. გუდვილში პასკები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, არის ნოტიო და ჰაეროვანი. გუდვილში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული პასკების დიდი არჩევანი, როგორიცაა პასკა ქიშმიშით და ქიშმიშის გარეშე, შაქრის ფხვნილით, პასკა ცუკატებით და ხელმისაწვდომია როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში Goodwill.g და ასევე მინდა დავამატო, რომ Goodwill-ში არის ესეთი პანეტონე, რომელიც არის კოლუმბი, ესე ქვია, მას მტრედის ფორმა რაც არის და შეფუთვა აქვს. სპეციალურად შექმნილი ნახატი არის გადატანილი და ეს არის სუფრა, რომელიც შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ კი. და ძალიან ლამაზი და ესეთი ორიგინალურია ნამდვილად. ეხლა კი შეგვიძლია რომ თან ცოტა დავჭრათ დავაგემოვნოთ, მარიამ შენც თუ დამეხმარები. მეორე ჩვეულებრივი კლასიკური პასკაც დავჭრათ, რადგანაც ხო იცი ერთმანეთს რომ უნდა გადაუსვა. მარიამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე რომ ეს იგივეა რომ ჭადი და ღომი ერთად მიირთმევთ. არა, რა სამბობ ეს არის? არა, ეს ასეა. ზოგადად ტრადიცია ასეთია, რომ ნამდვილი ხაჭოს პასკა არის ხაჭოს პასკა.
ხოლო კულიჩი არის მასთან მისაყოლებელი, იმიტომ რადგანაც ეს უნდა გადავუსვათ იმას და ასე უნდა დავაგემოვნოთ. ой, ეს არ ვიცოდი. ანუ კულიჩი და არაჟნის სიყვარული ვიცოდი ერთად და კარაკი ხდება ზემოდან, ხო. აი ასე ხდება მისი სერვირება რეალურად, მაგრამ კიდევ ერთსაც ჩამოვჭრი, იმიტომ რომ აჩო ისე ელოდებოდა და პირდაპირ იქ შეგვიძლია რომ მივართვათ. ხო, მივართვათ გო ვიფიქრე, შემიძლია რომ ეს გაუხსნელი ვერსიაც, მაგრამ უფრო მე მგონი რომ შოკოლადზე მეტად თეთრს ელოდებოდა აჩო და შეგვიძლია რომ მეორე შოკოლადისაც გავხსნათ. შემიძლია წამოღალიყუნა? კი, ჩანგალს მოგაწოდებ, სალომე, ძალიან დიდი მადლობა. ხო და ესე მე მაინტერესებს მაყოლები. კი, სტუმრებსაც აუცილებლად აბა მე მაინტერესებს მარიამ თუ ეცდები და თუ მომზადებ. ვეცდები რა თქმა უნდა მე ისე რთულად უყურები მაგრამ თქვენ ისე ადვილად და ლამაზად გააკეთეთ რომ აუცილებლად ვეცდები და გავაკეთებ. ვფიქრობ რომ ყველაფერი საიდუმლო არის კარგი პროდუქტი, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის საჭირო და სიმარტივე, იმიტომ რომ სულ ამბობ რომ აი დაღლილი და დაქანცული მე უკვე აღარაფერი აღარ გინდება და შესაბამისად აი ასე. სალომე, როგორია შენი სააღდგომო სამზადისი? ჩემი სააღდგომო სამზადისი. მე მაინც მგონია, რომ არის რაღაც კერძები, რომლებიც ან ბავშვობიდან ის გემო გაქვს დამახსოვრებული შენს რეცეპტორებს და შემდეგ ამას ეძებ ყველა სახლში და გონია, რომ ის არის ნამდვილი გემო. ასეთია ჩემი შეხედულება. დაუშვათ აი კატლეტთან დაკავშირებით. ხო, მაგალითად ის გემო მაგ დამახსოვრებული, რაც დედა ჩემის მიყვარს და მგონია, რომ ასეთი უნდა იყოს და თუ ასეთი არ არის, ესე იგი არ არის კარგი. ასე რომ პასკასთან დაკავშირებით მგონია რომ იუნესკოს ძეგლთა დაცვამ უნდა დაიცვას დედაჩემის მომზადებული პასკა. ხო და აი ნახე რა უცნაურია, იმიტომ რომ მგონია რომ გამეორება თავად. ყოველ წელიწადს ვიღებ მონაწილეობას პასკის ყველა ეტაპზე მოცემიდან დაწყებული გამოცხობით ამთავრებული, თუმცა დამოუკიდებლად ჯერ არ მიქნია ეს ამბავი. ესე იგი დედის პასკა თქვენთანაც ეს ამბავია. მზადებას იწყებს. აი დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე საუბარი მიდის ეს იქ უნდა ვიყიდო, ეს აქ უნდა. მართლა ეს რიტუალი აქვს, ტრადიცია აქვს, არავინ არ ვერებით, იმიტომ რომ მეშინია რომ რამე არ გაუფუჭო, გადასარევად ზელს აკეთებს და მართლა ძალიან გემრიელი გამოდის. ყოველ წელიწადს დედას პასკარი მოგემრიელია. და ელოდებით წას. ხო და გამოდის რომ თქვენთან არის ოჯახში ის ჰაბი, სადაც იკვრება სამეგობრო და ეს პასკების დაგემოვნება იქნება თუ სუფრა ეს თქვენთან არის ხოლმე თუ სამეგობრო სხვადასხვანაირად ინაწილებთ ამ ამბებს. სხვაგანაც რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მით უმეტეს როცა საქართველოშია ეს არის ზეიმი. ყველასთვის და მადლობა ამისთვის ღმერთს რომ ეს ასეა და ოჯახისთვისაც და მეგობრებისთვისაც ახლობლად გვიყვარს ჩვენ დიდი სუფრები, ტრადიციული და ასე შემდეგ. რაც ახლავს. ამით ვიბადებით და აი სულ მაინტერესებს ეგ რომ კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და მოკლედ როგორ ხდება ხოლმე ეს სუფრასთან? როგორ ხდება ხოლმე ეს იმიტომ რომ ვიცი რომ სულ ვიცი ხოლმე რომ არის ხვეწნამუდარა რომ აბა იმღერეთ და აბა გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი და თან მარტო რომ უნდა იყო და რომ უნდა შეასრულო. რა ხდება ამ დროს? არის შესრულებას იწყებთ თუ ცდილობთ რომ რაღაცნაირად მოერგოთ არა, მოდი პირდაპირ ვიტყვირო, დიდათ სუფრაზე სიმღერა არ მიყვარს, იმიტომ რომ ყავს მადლობა ღმერთს ისეთი მაგარი მომღერლები. ამ ტრადიციული ქართული სიმღერის, გინა ქალაქური, გინა ხალხური შემსრულებლები, რომ მით უმეტეს როცა მათ გვერდზე ვარ, მირჩევნია რომ გავჩუმდნენ, იმიტომ რომ იმას თავისი სპეციფიკა აქვს, ფანტასტიკურად მღერიან, ერთი სული მაქვს ხოლმე რომ მოусმინო და ჩემი სიმღერა უფრო მოდი ესე ვთქვა, უფრო ეგზოტიკურია მაგ კუთხით, რომ ახლა სუფრაზე არ იმღერება. თუმცა აი ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც რაღაცა მაქსიმალურად ისეთ რაღაცა სიმღერას ავარჩევ ხოლმე, რომ ცოტა ახლოს იყოს იმ გარემოსთან, რაც ვთქვათ, იმ მომენტში, იმ სილაღესთან და არ იყოს მაინც ანდრია შენიეს არია, ოპერიდან ანდრია შენიე, სანამ თავს მოიგლა. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, იმიტომ რომ რაღაცა ხო, თუმცა უხერხული მომენტები არის ხოლმე, როდესაც ადამიანები გაიძულებენ რომ რადგან შემსრულებელი ხარ, რაღაცა შენგან ელოდებიან და სინამდვილეში არ არის ეს სიტუაცია,
სადაც ბოლოს რთავენ. დროთა განმავლობაში მიაჩვენეს. იცი რა საახლობლოც ეჩვევა რომ ოპერას და იმას ჰერცოგის სცენას და არიას ვერ შეასრულებს. ვერ გადაიტან სუფრასთან. სუფრაზე და ვერავინ ვერ დაუკრავს და აკაპელათი კიდე ეგ არის მღერება. თუმცა ეგეთებიც მომხდარა. გიჟობებიც მომხდარა რა თქმა უნდა, მაგრამ არ მივესალმები. რა გენატრებად ხოლმე ყველაზე მეტად როდესაც არ ხართ საქართველოში რა არის კერძი როცა არ ვარ საქართველოში როცა არ ხართ საქართველოში კერძია საუბარი ძირითადად რადგან სამზარეულოში რა ვიცი ყველაფერი მენატრება მე აი ძალიან ისეთი გურმანი ადამიანი ვარ ყველაფერს სინჯავ აი რაც შეეხება სალომე აღნიშნავს იმის აი დედას გაკეთებული არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი საუკეთესო დედასია მაგრამ ძალიან ობიექტურად შემიძლია ხოლმე რაღაცების შეფასება და თქვათ აი კატლეტს რაც შეეხება ჩემი მეზობელი ძალიან გვირფასი ადამიანი აჩიკო იცნობს კიდეც მაია წითლიძე მაია აკეთებს კატლეტების კატლეტს და მაიას თქო ხოლმე რომ გამიკეთოს ხოლმე მაგალითად ის გემოგაქვთ დამახსოვრებული არის რაღაცა რასაც თქვათ იგივე მარიამის დედა აკეთებს ფანტასტიკურად არის რაღაცა რასაც დედა ჩემი აკეთებს და არის შენაკეთებ გადასარევ რაღაცას მე მოგაქვთ ვის მიერ უნდა იყოს ხო მეტაკლებად ხო აი არ სადღაც ოჯახში მიყვარს აი ის ჩემი მეგობრის დედა აკეთებს თქვათ რაღაც ხარჩოს მაგალითად საოცრად ხომთან ერთად აი იქ მიყვარს ხოლმე მისვლა იმიტომ რომ ვიცი რომ ის დამხვდება რასაც ველოდები მაგრამ თავარი კერძი რა არის რასაც თქვენ თვლით რომ ეს არის თავარი ნომერი თქვენი საშემსრულებლო ჩემი მე ვთვლი ჩაკაპულს ვაკეთებ აი გარდა ჩაკაპულის გარდა რას ვაკეთებ არა რა გიყვართ მე მგონი ხო არა მე მომზადება ვიყოლი სიყვარული ყველა საჭმელი მიყვარს თითქმის რა თუ ძალიან საუბრობს როგორც შეიძლება მუსიკაზე ისაუბროს თარმა და ამიტომ მივხვდი რომ სამზარეულო მისთვის ძალიან მომდის უფრო ურთიერთობა აი ხაშლამას ვაკეთებ კარგად, ოღონდ მე უნდა წავიდე მაღაზიაში, მე უნდა ავარჩიო. მე უნდა მოვიტანო, მე უნდა იმას აქვნა ყველაფერი. წვათსაც არ ეს მოტანა ტრანსპორტირებასაც მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩემთვის აქვს. მაგალითად, ხინკალს ბებია ჩემი აკეთებ და საოცრად, ნუ გამომდინარე იქნა რომ თიანეთი ფშავი ამბავი. არა, გასაგებია ეს კულტურა. თვითონ თუ მიდიოდა და აუცილებლად თვითონ მიდიოდა დილით 7 საათზე ადგებოდა, წავიდოდა ბაზარში, კვირაობით იყო იქ სოფელში ბაზარი და ის ნაწილი უნდა მოეტანა იმ ხორცის და ხელით უნდა მოესინჯა და გამოდიოდა რა ვიცი დღემდე შევნატრით და მივტირით იმ ამბავს რა. სწორი პროდუქტებით გამოდის ყველაფერი განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, გულის და სიყვარულის ჩადება სჭირდება პასკას განსაკუთრებით და ესეთი სინაზე, რასაც ქვია. ჩვენ ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, ჩვენი ხაჭოები მზად არის, მაცივარში გასამგზავრებლად და მადლობა ძალიან დიდი. კარგად არის ყველაფერი. უჩეთ. ისე ამბობთ ესე იგი ხო, ძალიან კარგი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.